სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს გუშინ ნინოობა იყო მოგეხსენება და დღეს ყოველთვის ესე არის. კალენდრულად რომ სალომე უჯარმელის ხსენება არის, სალომე უჯარმელი გარდამოწევით მეფის რძალი იყო, მირიან მეფის, რომელიც წმინდა ნინოს დაემოწაფა და მასთან ერთად პეროჟავრა სივნიელი, რომლებიც ერთად დაემოწაფნენ წმინდა ნინოს და სალომე უჯარმელს მიეწერება მისი ცხოვრების აღწერა, რომ მან ჩაიწერა წმინდა ნინოს ცხოვრება და მისი სიტყვები, რასაც ის ლაპარაკობდა. ამიტომ ეს ასევე დიდი დღესასწაულია, მინდა გითხრათ ისევე როგორც გუშინ ნინოობა იყო, მინდა მოგილოცოთ ყველას, ასევე დღევანდელ დღეს გილოცავთ, გარდა იმისა, რომ კვირა არის ალბომის სწორი, არის ასევე სალომე უჯარმელის ხსენება და მინდა შევთხოვო, რომ ვიშუამდგომლოს ხის წინაშე საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანებისათვის ამინ. ახლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სახარებას და ჩვენს დღევანდელ ყოფას. რამდენიმე საკვირველი ამბავია დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი. ერთი ის, რომ ახალგაზრდა ადამიანია დაინტერესებული იმით, როგორ უნდა ცხონდეს და მეორე არის ის, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი თორმე მცნებებს ყველაფერს იცავს. ხო გახსოვთ ეს სახარება, მე მაინც შეგახსენებ. მიდის ქრისტესთან და ეუბნება, მოძღვარო სახიერო რა უნდა გავაკეთო, რომ სათასასუფლებელი დავემკვიდრო. ისეუნება სახიერით რატომ მომართავ, სახიერი მარტო ღმერთია. ანუ ასეუნება, იცით რომ შენ ეხლა ღმერთს მიმართავ, თუ კი სახიერს ესე მელაპარაკები, ღმერთს ელაპარაკები ეხლა შენ. ვიღაცა ჩვეულებრივ ადამიანს კი არა, ღმერთს, რადგანაც ასე მომმართე. არიციო რაც უნდა გააკეთო, ცნებები უნდა დაიცვალო. რომელიო ესე გითხრა, იმიტომ რომ ფიქრობს და ცდილობს ახლა თავის გონებაში ესეთი რაღაცა მოიფიქროს, რომ რაიმე ისეთი მცნება ხო არ არის კიდევ ჯულში, რაც მან არ იცის. რის შესახებაც თქვათ არ უმსჯელია მას და არ უფიქრია ამ ცნების შესახებ. ეს მეორე საკვირველება, რომ რასაც ჩამოუთვლიან მას, რომ პატივი უნდა სცადეთ მამას და რო არ უნდა იგულიშო და რო არ უნდა იპარო და რო არ უნდა ამასო ჩემი სიღრმიდან ყველაფერს ვასრულებ. ეს მეორე საკვირველება არის ამ სახარებაში, რომელიც ძალიან ხშირად მე მამხელს, პირადად მე და თითოეულმა ჩვენგანმაც ალბათ კარგად ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, რომ ჩვენ რომ ტაძარში მოვდივართ, რის სათხოვნელად მოვდივართ და რა ურთიერთობისთვის მოვდივართ ღმერთთან. გქონია თუ არა ასეთი შეკითხვა, რომ კიდე რა გავაკეთო ღმერთო, რომ სათასასუფლებელი დავემკვიდრო. ან გქონიათ თუ არა განცდა იმისა, რომ აი მცნებებს ეხლა ყარად გავარ და ვცდილობ, რომ მცნებები დავისვე. მაცხოვარი ეუბნება ასეთ რამეს და იცით რატომ ეუბნება ამას. თუ გინდა რომ სრული იქნაო ამას, რადგანაც ბავშვობიდან აღმოჩნდა, რომ ყველა მცნებას იცავდა, ეხლა ეუბნება, რომ თუ გინდა რომ სრულყოფილი იყო, გაყიდე ყველა შენი მონაგები და მე გამომღერე. და ამ ადამიანმა ეს ვერ შეძლო, იმიტომ რომ იჯაჭვულობა ქონდა ამ თავის სიმდიდრეზე. ეხლა ჩვენს დღევანდელობაში ეს ამბავი როგორ შეიძლება ჟღერდეს, იცით? ვის რა აქვს გასაყიდი ეხლა იმითი, რომ რაღაცა გავიდოს თავის საფუძვარი და ან საქმე წავიდეს. ამაზე არ არის ლაპარაკი. ან მოციქულები რო ეკითხებიან, რომ მაცხოვარის ნათქვამის შემდგომ რომ ძალიან ძნელად ცხონდება მდიდარი, მოციქულები ეკითხებიან, აბა, მაშინ ვინ ცხონდება საერთოდ? ამას რატო ეკითხებიან? ეს მოციქულები დიდრები კი არ არიან. არაფერი არ აქვს გასაყიდი. და ქრისტესთან ისედაც არის. რომელ სიმდიდრეზე არის იცით ლაპარაკი? რაღაცა აქაურ მიჯაჭვულობაზე არის ლაპარაკი. რაღაცა ვნებაზე არის ლაპარაკი, რომელიც ჩვენ სიმდიდრეთ მიგვაჩნია. რომელიც ჩვენ რაღაცა ამწუთიერ სიხარულებს აქ ვმატებს, მაგრამ სრულყოფილი სიხარული არ აქვს. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი სწორედ აი ამ სრულყოფილ სიხარულს ეძებს, იმიტომ რომ კი გაახარებს ის, რომ დიდარია ეხლა და რაღაცა მოუნდა ჭამა და გემრიელად იკვება, მაგრამ განარამდენი უნდა იკვება. აღარ გაძლევს ეს რაღაცა სიხარულს. ან ვიღაცას რაღაცა გართობის სხვა შეიძლება სახეობა გამონახოს ჭამას მის და კეიფის გარდა, ვიღაცამ კიდე რაღაცა 1000 რამე უბედურება მოიგონოს, მაგრამ ყველაფერი ამწუთიერია, ამსოფლიერია, რომელიც რაღაცა გარკვეული დროის მანძილზე განიჭრებს სიამოვნებას, მაგრამ სრულყოფილი არ არის ეს სიხარული. სრულყოფილი სიხარული მხოლოდ ღმერთთან არის შესაძლებელი. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან, იმიტომ რომ ყველა სხვა სიამოვნება
რომელიც მემანიჭებს ამ სიამოვნებას და ჩემს ხორცს ანიჭებს სიამოვნებას, აქ ადგილი ღმერთს არ აქვს და შეუძლებელია ეს რაღაცა უსასრულობასთან იყოს დაკავშირებული. უსასრულობასთან კავშირში მხოლოდ შეიძლება ის მახარებდეს, სადაც ღმერთია ამ ყველაფერში. ღმერთის მიერ მონიჭებულია ეს სიხარული. აი მაგალითად თუ განთავისუფლდი ამ ღმებისგან, რაღაც აი თუ გინახავთ მაგალითად წეველი კაცი რომ მოწევას დაანებებს თავს რა გახარებულ, ყოველდღიურად რო ადგება ილოცება რა ბედნიერება რომ აღარ მეწევ. გინახავთ, მე მინახავ. ხო, აი რაღაცას რომ აი ამ სიმდიდრეს რომ გადააგდებს, რაღაცაზე მიჯაჭვულებას რომ მოიშორებს თავიდან, რა სიხარული აქვს, იცით? აი ეს არის ის სიხარული, რომელიც მან ღმერთის გულისთვის გააკეთა და ღმერთი მას უკვე ეხმარება იმაში, რომ კიდე და უფრო მეტი და მეტი მისცეს. აი ამ სიხარულს ეძებს ადამიანი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ცნებებს ასრულებს, ცუდი კაცი კი არ არის, გადასარევი, მაგრამ აი პრობლემა აქვს, აი ეს მიჯაჭვულობა არის რაღაცა პრობლემა და ჩვენი თანამედროვე საზოგადოების პრობლემა სწორედ ეს არის. რატომ მივდივართ ხშირად ტაძარში ჩვენ არ ვიცით. კითხვას ამას არ ვსვავთ. კიდე რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვცხონდეთ? ეს კითხვა ჩვენ არ გვიჩნდება. მე პირადად რაღაცა დიდი ხანი არ გამჩენია, მინდა გითხრათ, ჩემ დასამარცხინო. და არც იმაზე ვერ დავდებ თავს, როგორც ეს ხმაცვილი ამბობსო, სიყრმიდან მიცავდი ყველა მცნებასო, ვერც ამაზე ვერ დავდებ თავს, რომ ახლა ყველა მცნებას ასე ზედმიწევნით ვიცავ და არ მეშლება არაფერი მეთქი. ამიტომ ნაკურლევანება ამ შემთხვევაში ჩემში უფრო მეტია. აღარ ვლაპარაკობ იმ სიმდიდრეებზე, რომელიც ერთი კი არ არის, რამდენიმე არის ესეთი, რაზეც ვარ აბსოლუტურად მიჯაჭვული შეიძლება ითქვას და სიხარული გაქვს. სიხარული ქრება, ამიტომაც ადამიანი მოიწყენს, ამიტომაც ადამიანი სასოწარკვეთილებისკენ მიდრეკილი ხდება, ამიტომაც არის დეპრესიები, ამიტომაც არის ეს გაუთავებელი რაღაცა, გაიგებს ვიღაცა ახალგაზრდა ადამიანმა თავი ჩამოიკიდა, ასექნა, ისექნა და რაც თავარია, ეს არის ყველაფერი არასწორი დამოკიდებულების გამო, არასწორი ურთიერთობის გამო ღმერთთან. იმიტომ რომ ჩვენ ნაკლებად ვკითხულობთ წმინდა წერილს, იმიტომ რომ ნაკლებად ვიცნობთ ღვთის სიტყვას, არ ვიცით რა სურს მას ჩვენგან. მარტო ის ვიცით ჩვენ რა სურს მისგან. ყველაფერი გვინდა, ოღონდ აქ ამ ქვეყნიური, იქ ქვეყნიურზე არ ვფიქრობთ, არ ვდარდობთ ამაზე. ამიტომაც ეს სახარება, დღევანდელი სახარება, ყოველთვის რაღაცა მხილებაა ჩვენი სინდისისა, ყოველთვის შეხსენებაა ჩვენი სინდისისა, რომ თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად უნდა გქონდეს განცდა იმისა, რომ ღმერთთან სწორი დამოკიდებულება გინდა, გაინტერესებს მას რა სურს ჩვენგან. წმინდა წერილი გადაშლილი უნდა გქონდეს. ყველაზე გაცვეთილი წიგნი ხშირად მithქვამს, რაც თქვენს ოჯახებში უნდა ინახებოდეს, ეს უნდა იყოს ბიბლია. ყველაზე გაცვეთილი, ყველაზე აი ხურცლები რო ძლივს იფურცლება და ახალი რო გაქვს საყიდელი, აი ესეთი წიგნი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ყოველდღიურად მასთან შეხება არ გექნება, შენ ვერ გაიგებ რა სურს შენგან ღმერთს. და კითხვა შეიძლება კი გაგიჩნდეს მერე ოდესღაც, რომ რა გავაკეთო იმისთვის, რომ ვცხონდე, მაგრამ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს ისევე, როგორც მეორე სახარება იყო დღეს წაკითხული 10 ქალწულის შესახებ, 5 ბრძენია და 5 სულელია. თუმცა 10-ვე ქალწული არ დაგავიწყდეთ. არაფერი არ წერია, რომ რომელიმე ბოროტია, 10 ბრძენია და 10 სულელია და რაში მდგომარეობს მათი სისულელე? იცით რომ არ გამოიყენეს ეს დრო, სანამ აქ იყვნენ, რომ შეეგროვებინათ ზეთი ლამპრისათვის. ანუ მადლი არ დააგროვეს, სიკეთი არ გააკეთეს, ფიქრობდნენ რომ ეს ეხლა რომ ვიღაცის სიკვდილზე რო არის ლაპარაკი შესთავს არასდროს არ გულისხმობ, გონია რომ ეს დღე არ დადგება კაცო, ან იქეთგა გადაწეული. მომავალ წელს, იმის მომავალ სიბერეში 100 წლის უნდა გავხდე. აი ესეთი მდგომარეობით, როდესაც არის ადამიანი და არ აგროვებს ლამპრისთვის ზეთს, შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ დასვას მე კითხვა, ეხლა რა გავქნა და ღმერთისგან პასუხი იყოს, მე შენ არ გიცნობ. როგორც ამ ქალწულებს უთხრა, ვინც იყვნენ მართლები, ისინი შევიდნენ ღია კარში და მათ წინ გაიხურა ეს კარი ამ სულელი ქალწულების თვალწინ და უკაკუნებენ გაგვიღე და მათ მაცხოვარი ეუბნება, მე თქვენ არ გიცნობთ. საერთოდ არ გიცნობთ, იმიტომ რომ არ გაგიკეთებიათ ის, რაც უნდა გაგეკეთებინათ. არ დაინტერესდით იმით, მე რა მინდოდა თქვენგან. არასდროს არ დაინტერესდით ამით. ამაში არის მათი სისულელე, თორე ქალწულები არიან. ისინიც იცავენ აი ამ ცნებებს, რომელიც ცნებაც აუცილებლად დასაცავია ყველა ადამიანისთვის. მაგრამ აი
რაღაცა თითქოს საჭმელს რომ მარილიაკია, ყველაფერი ძალიან გემრიელად არის შესაძლებელი, მაგრამ უმარილოა. ესეთია ხშირად ადამიანის ცხოვრება. როდესაც ის არ აგროვებს ამ მაგის, როდესაც ის არ ინტერესდება ყოველდღიურად, რომ აი დღეს რა შეიძლება უნდოდეს ჩემთან ღმერთს და დღეს აი აქ წამდგარივართ ეხლა, როგორც ისეუბნება მოძღვარო, სახიერო, რა უნდა ვქნა, რომ სასופლებელი დავემკვიდრო, ისეუბნება სახიერი არის მხოლოდ ღმერთი. ანუ ღვთის წინაშე ვართ ყველანი ეხლა წამდგარი. მოვედით ლიტურგიაზე, წმინდა მსხვერპლშეწირვაზე და კითხვას ვსვავთ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის? ან არ ვსვავთ, შეიძლება სპარამისთვის მოვედით. რა უნდა გავაკეთოთ რომ ცხონდეთ? პირველი პასუხია რომ ცნებები უნდა დავეცოთ და მეორე პასუხი არის რომ ის სიმდიდრე რომელიც სიმდიდრეთ მიგაჩნია შენ და სინამდვილეში არ არის სიმდიდრე დროებითი სიხარულის მომტანია მხოლოდ და მარადიულში არაფრით არ წაყვება ეს ყველაფერი უნდა ჩამოიშორო და ნამდვილ ჭეშმარიტ სიხარულს ეზიარო რომელიც მხოლოდ შეიძლება აღესრულოს ღმერთთან ერთად და ღმერთში სხვაგვარად შეუძლებელია. ამინ. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფა. თქვენთან ერთად.